სანამ ზალაში გადავალთ, აქ არის სველი წერტილი, საერთო დიდი სველი წერტილი, სადაც გაყვანილია ელექტროობა და სანტექნიკა, ჩასაშენებელი, ჩასაშენებელი ბაჩოკის დგას, უნიტაზიც. აქ უნდა გადაიტიხროს უბრალოდ და აქ გასწნილი, აქ უნდა დაწესდეითა, აქ იქნება ნიჟარა, სარეცხის მანქანა, დიდი სარიცხისა, აქ აბაზანის ადგილია. აქ აბაზანის ადგილი ქონდა, თბილი იატაკი არ დაცელილი მთლიანად, როგორც თელგუნაში, თბილი იატაკია დაცელილი, ეს არის აშენებული მთელი ჩვენი სართული, ეგო ცემენტის და შუაში კაფებია. აქ არის სკოლა, ბაღი და დიდი აიქთ არის პარკი, შარიამისთვის გადახვალთ. აქ ახალი აშენებული კორპუსებია. პატარა აივანია, დიდხანს საწაგათო და სულ შემთხვევაში შეიძლება შეძლოს. ეს ახალჯანი წინ და ნუ ეგეც ხასაჩამული. ეგ არის მისაღები ოთახი. მაღლა ისოკარდონის ჭერები, ჯიბეები გაგეთებული. განათება ექნება და ბარისოვის ფერი შესრულებით ჩვენ. მოკლედ აქ არის ელექტროობა გაკეთებულია მდეუდინაში, ახლა გამოგზავნებული იქნება. დაშპაკულია, დაგროვებულია, დაშპაკულია ტელევიზორის შესაძლებლად. შეიძლება ადგილობრივ სამწუხაროდ. აქ არის კერამიკა გაკეთებული, რეალა ზედაპირით, ეს არის ბუხრის ზონა ცალკე ეგ შუშის ბლოკი უნდა ამოიღოს, უკვე გაკეთებული აქვს ბევრს ესე და ჩაისვას ზოგს პანჯარა აქვს ჩასმული, ზოგს მთლიანად ვიტრაჟი აქვს ჩასმული, მოაჯირი გაკეთებული და აქაც დიდი კარები მთლიანად იღებს და აქ არის ესე გაგებული გერამოგრანიტი, ლამინატის ვიზუალით და ეს ოთახიც ისე რომ გამოვიდეთ ის რომ არ შეიძლება ესე იგი აქედან გვაქვს აივანი გასასვლელი ეს კარი ისე რეალად გაფუშავდა ეს ორივე ფრთიანად აქ არის საქვაბე ადგილი აქ გამოვიდა
სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ მოხსნათ ეს კედელი და გაიტანოთ და გააფართოვოთ სამზარეულო, თუმცა საკმაოდ ყველაფერი ეტევა ესე რომ ვთქვათ, აქ მაცი ვარს გეგმავდით, ამ სამზარეულოს ზედაპირის ქვა აგდევს. ამას ვაპირებდით, თქვენ რასაც მოისურვებთ, იმას გააკეთებთ. აქაც შპალერები შეგიძლიათ ააზროთ შპალერები, დაშპაკლულია. კედლები დაშპაკლულია და დაშკურპული დაგმუნტავთ და შეგიძლიათ გააკრათ შპალერი. აქ, სამზარეულოდანაც შეგვიძლია გავიდეთ აივანზე. სამზარეულოს აივნიდან გვიჩანს ძირითადად წინ აგვიშენეს ესეთი კორპუსი, მაგრამ ხედები მაინც ორივე მხრიდან გაქვთ. სამზარეულოში არის ესეთი ფანჯარაც, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ ზომაზე შეგიძლიათ აწიოთ და დააყენოთ. მოკლედ ნათელი ბინა და გამჭოლიც. აქ იდგმება კარი და შევდივართ master bedroom-ში. ამ საძინებელშიც, სამალიარო სამუშაოები გასაკეთებელია ყველგან, ამ საძინებელშიც, იმიტომ რომ აქ ცხოვრობდნენ მოკლედ კატებმა სადღაც გააფუჭეს, სადღაც ბავშვებმა აახიეს და მოკლედ სამალიარო სამუშაოები გექნებათ შესასრულებელი. ეს არის საძინებელი. აქ იდგმება წესით. აქ საწოლი, აქეთ კიდე ან დაიგმება, ან დაიკიდება ტელევიზორი, ინტერნეტის კაბელები. მოყვანილია გაყვანილობა მზად არის, აქ არის კონდიციონერის კაბელიც მოყვანილია, ზევით კონდიციონერი დაიკიდოს. და აქ არის რევერსული, იქ რო ჩართავთ, აქედან შეგიძლიათ გამოვთოთ. ამ საძინებელს აქვს ისევ აივანზე გასვლა, აქვს ისევ ხედები, აივანზე ფილაა დასაგები, ჰიდროიზოლაცია გაკეთებულია. გაკეთებულია საძინებელშიც დაგებულია ხარისხიანი ფილა, იატაკქვეშა გათბობა და იატაკქვეშა გათბობა ისე არის გაკეთებული საძინებელში, რომ არ შეგაწუხეთ, მაგრამ იქიდან რეგულირდება კიდე. ესე იგი, საფარდეებისთვის ამოჭრილი ადგილი და შიგნით შედის საფარდეები. აქ გაკეთებულია ამ საძინებლის პატარა აბაზანა, რომელიც ყველაფერს კომპაქტურად, მაგრამ ითავსებს. აქ არის ესე იგი ნიჟარა, სარკის განათებისთვის არის გამოყვანილი. თაროები, მარმარილოს თაროები, დუში დგას სოთში, ნაყიდი, ესპანურია თუ იტალიური არ მახსოვს, მაგრამ ხარისხიანი. ჩასშენებელი გებერიტის უნიტაზია, ბაჩოკია და უნიტაზიც აქვეა, ჩასშენებელი დუშია, ჰიგიენური, აქ დამონტაჟებული ტრაპი არის იქით ბოლოში, უნიტაზის უკან რო არ ჩანდეს და აქ არის დაგებული დიდი მარმარილოს ფილა. ამ მარმარილოსგან არის ეს გაკეთებული სტალიჩნიცა თარო და ეს თაროებიც. აქ ჩაშენებულია უკვე. ჩასართავია. აქ ჩაშენებულია უკვე. გამწოვი, ესეთი პატარა თაროები, გამწოვს. აქაც რაღაცა პატარა თაროები, აქ მოკლედ. რასაც გინდა ჩაექს, მაცივრის თავზეც არის. და სამზარეულოს უკანაც მთლიანად შეღებილი არ გვაქვს და არის ესეთი დიდი ფილები გაკრული. ეს ზოლი იმისთვის არის დატოვებული, რომ სტალიჩნიცა შევიდეს ამ ფილების უკან. აქ იქნება მაცივარი. ეგ რა თქმა უნდა მოიხსნება ეგ რაღაცები, სტალიჩნიცა დადგება და უკვე თქვენ ტექნიკას ჩაამონტაჟებთ, აქ არის გასხურისთვის, გაზს აქვს გამოყვანილი, რა თქმა უნდა, დეტექტორი CO2-ი, რომ თუ სადმე გაჟონვა მოხდება, რომ გაითიშოს. და აქ არის ბოთლების ჩასალაგებელია. აქ გარესხილი ჭურჭლის ჩასალაგებელი. მოკლედ. ჭერი გაკეთებულია აქ ყველგან. აქ ჭერები გაკეთებულია, გამოყვანილია რევერსული ნატურისთვის. გამოყვანილია დენი, აქაც გამოყვანილია დენი მთლიანად, აქ წერტილოვნებს ვფიქრობთ, რომ ჩავსვავდით და ეგ შეგიძლიათ წერტილოვნები ჩარსვათ. მოკლედ სულ ეს არის ჩვენი ბინა. და სადარბაზოც არის პრინციპში თქვენი, იმიტომ რომ არავინ ამ სადარბაზოში
აღარ ამოდის ამ სართულზე სადარბაზოში, აღარ ამოდის. ის ზონაც თლიანად თქვენია, ეს 10 კვადრატულიც თლიანად თქვენია. ის 5 კვადრატულის თლიანად თქვენია და ნუ ზედა ჯერჯერობით შეგიძლიათ გამოიყენოთ, სანამ მაღლა არავინ არ ცხოვრობს და არავის არ დაუკავებია.